გარდა იმისა, რომ ეგრეთ წოდებული ჯადოს, თვალის, ნეგატიური პროგრამის გამოვლინება შეიძლება ტაროს არკანების გათვალისწინებით და მიხედვით, ამ შემთხვევაში ჩვენ ვმუშაობთ მაღალი არკანების 22 არკანის კვალდაკვალ, ეს სხვა სპეციფიკაა, ასევე შეგიძლიათ ჩემს გარეშედას და ანუ ტაროლოგის გარეშედას, ტაროს არკანების გარეშედას გადასარევად გააკეთოთ სახლში ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ამ ყველაფრის კვლევა. ანუ გაქვთ თუ არა ნეგატიური ზეგავლენა. ძალიან მარტივია, ოღონდ ძალიან ყურადღებით უნდა მომისმინოთ, იმიტომ რომ გადავწყვიტე ამ ვიდეოს ჩაწერა. მიზეზი ის არის, რომ ყოველი მეორე თითქმის მეუბნებით, რომ მაქვს ხოლმე შორის ვიდეოც მაქვს მიკიდებულ ფაილებში, როცა ჩემს გვერდში შემობრძანდებით ქურუმიქალის ტარო. დიახ, მოსალმოსულ დავავიწყე, ისე ვარ გაკაფული თქვენს დახმარებაში და იქაც არის რა ტიპის ნეგატიური ზეგავლენები შეიძლება იარსებოს ადამიანებზე. ერთმანეთით, ასე ვთქვათ, ჩვენ არაფერს არ გვიშავებს, ერთმანეთს ვიშავებთ ხოლმე და მოკლედ გააქვთ თუ არა გაქვთ, ამის დადგენას ეხლა გასწავლით. ვიღებთ ჩვეულებრივად სუფთა წყალს, გამდინარეს თუ წყალს, არ აქვს მას მნიშვნელობა და აუცილებლად დაგვჭირდება ასანთი, ჩვეულებრივი ასანთი და მისი 12 ღერი. მოკლედ, ვიღებთ ამ ასანთს, ესე, ვანთებთ და თითქმის როცა მივა ნახევრამდე, მისი წვა შეგვიძლია ჩავაგდოთ ამ ჭიქაში სიტყვებიც. შეხედეთ, რაც დაფარულია, გამოჩნდება, რაც გაკეთებულია, გაიღება. ყველაფერი საიდუმლო და მოჯადოებული გამოჩნდება. ჩავაგდეთ. და ასე გავაკეთებთ ჩემო ძვირფასო ადამიანებო 12-ვე მათგანს. და 12-ვეზე თუ ვიტყვით, ძალიან კარგი იქნება, ცხელა. ესე ავიღებთ და ნახევრამდე თითქმის დამწვარს კიდე ჩავაგდებთ და ასე გავაკეთებთ. მოკლედ, ეხლა როგორ უნდა გავიგოთ ეს ყველაფერი. ეხლა მე გავაკეთებ თქვენ გადამოუკიდებლად და მე შედეგებს განახებ და მივხვდებით ერთად, რას ნიშნავს და როგორ უნდა გაიგოთ, ხართ თუ არა ავის ზეგავლენების, ავი თვალის, ჯადოებისა და ჯანდაბა მაგათ გავლენების ქვეშ. დამველოდეთ. მოკლედ გავაკეთე და დაველოდე ამ 12-ვე ასანთის დაწვიდან და ჭიქაში ჩაყრიდან და ამ ლოცვის თქმიდან კიდევ ერთხელ გავიმეორებ და შეგიძლიათ ჩაიწეროთ, რაც დაფარულია, გამოჩნდება, რაც გაკეთებულია, გაიღება. ყველაფერი საიდუმლო და მოჯადოებული გამოჩნდება. ესეთი ისა და უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მოკლედ, თუ თავები აღნიშნულმა ჩვენმა ასანთუნებმა ჩამოწია და ესე დაეშვა, ესე, მაშინ არის ძალიან ძლიერი ჯადო გაკეთებული და თვალი და ყველაფერი ეს ნეგატიური პროგრამები ჩართულია მისი მისამართი. თუ ოდნავ ჩამოწია თავი, ჩემ შემთხვევაში ოდნავ აქვს, ალბათ უკვე მიხვდებით, რომ კეთილის მსურველებიც ამ ჭყალებში მყოლია, რომლებიც ცუდ ზეგავლენას ახდენენ ჩემზე. უნდათ ყოველ შემთხვევისათვის, მაგრამ მას ვერ მოესწრებიან, რომ ეს ჩამძირონ, ანუ ამის ხმა მინდა, ჩემი ენერგეტიკა მას აშკარად გითხრათ სიმართლე ედავება, ეჩხუბება, ეწინააღმდეგება და არაძლევს უფლებას ბოლომდე ჩამძიროს, მოკლედ ასე ვთქვათ, და ვიღაცისთვის ეს შეუძლებელია და ერევათ ხოლმე ეს ნეგატიური ზეგავლენები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხალხო, არ მიყვარს ეს რაღაცა ტეტიანით საუბარი, რომ ჯადო გაქვს, ჯადო ჩემს ხელთან, თუ გინდა გაგინეიტრალებ, არა, ეს მე არ მჩვევია, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრის, ამ ცრურწმენებისა და ამ ზღაპრული ჯადოქრობების, ესე ვთქვათ, ზურგის ქცევებისა, ისინი მაინც არსებობენ. ნეგატიური ზეგავლენები ხალხო არსებობენ. ეჭიდება ქვევით, უნდა ჩათრევა, მაგრამ ვერ ჩაეთრევა ვერანაირად, იმიტომ რომ მე დიდი დაცვა მაქვს გაკეთებული. მადლობა ამ ყველაფრისათვის და იმის თქმა მინდა, ჩემო ტკბილო ადამიანებო, რომ ჩემმა პატარა კნუტებმაც ნიშანი მოგწეს, იმის თქმა მინდა, ჩემო ტკბილო ადამიანებო, რომ ამ ყველაფრის სტატისტიკის გაკეთება თქვენ აშკარად შეგიძლიათ და ამ გაკეთებულ სტატისტიკას თქვენ თვითონვე უნდა
მოკლედ, შედეგი უკვე იცით, უკვე მიხვდით, როგორაც არის საქმე, არ ხართ თუ არა ამ პროცესში ჩართულები ცუდად. მის გამოსწორებაზე რასაკვირველია ჩვენ სხვადასხვანაირი ფორმატით ვეხმარებით ადამიანებს. გააკეთეთ და დარწმუნდეთ, ძალიან მარტივია, წყალი და ასანთი ჭირდება და ეს ლოცვა. და აი ესეთ შემთხვევებში, თუ მოგინდებათ მერე გაწმენდა და ამ ყველაფრიდან განეიტრალება, რასაკვირველია, თუნებას დამრთავს აგეხმარებით და მომართეთ, იცით, როგორ და ავითარებაში უნდა მეკონტაქტოთ. აი, გავიდა უფრო მეტი კიდევ ვიდრე 3 წუთი, ოდნავ ჩაწეული თავები, ეს იმას ნიშნავს, რომ ნეგატივი მაქვს, როგორ არა, ჩემზე ბევრს ლაპარაკობენ თუ ბევრს მოქმედებენ, მაგრამ ვერ მერევიან. აი, მე მაინტერესებს, როგორ იქნება თქვენი საქმე. ბიღებ მადლიერებით, დაწერეთ კომენტარებში ხალხო, ნუ გეზარებათ ამის გაკეთება. ეს არის ჩვეულებრივი სამაგიერო, გადამიხადოთ ახლა ამ სწავლებისთვის. მე ვიცი, ბევრი თქვენგანი წუხს, ბევრი თქვენგანი იტანჯება, ბევრი თქვენგანი ეჭვიანოს, ბევრი თქვენგანი მეტი გამოსავალი არ აქვს და აბრალებს ამ ყველაფერს და ერთხელ და სამუდამოდ რომ გათავისუფლდეთ ამ წარმოდგენებისაგან, ვაი, გამთვალეს, ვახე დამიგეს, ვერ მიტანენ, ეს ყველაფერი რო განიდეთ, ძალიან მაგარია. ხოდაშორის მინდა გითხრათ, მრავალგზის ბოშური არის, სხვათა შორის მრავალგზის ნაცადია და ძალიან ბევრჯერ მქონდა ეს კარგონილი. მერთხელ გაკეთებული მაქვს, მაგრამ იქ გაცილებით ჩაწია თავები, მაგრამ ეხლა უკვე შედარებით მაღლა რომ დავფრინავთ. ძალიან მიყვარხარ, ძალიან მდეთ რომ ყველანი კარგად იყოთ, სინათლეს, დიდ და თბილ და ტკბილ ენერგიას გისურვებთ ყველას, ვისაც უყვარს ქურუმი ქალისტერო, ვისაც არ უყვარს მაინც, რა სისულელია. გადაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, უთხარით ვისაც დახმარება ჭირდებათ, მომართოს, არ მოგერიდოთ. ეს არის ჩვენი საუკუნის, არა მარტო ჩვენი საუკუნის, ეხლა გაძლიერებული ზეგავლენები, არა მარტო ერთმანეთის კუთხით, ისედაც. აღარ გავაგრძელებ ეს, არ არის ქურუმი ქალი ჩუმად უნდა იყოს. ვინც მიხვდება და გამოიღვიძებს, არის ჩემიანი და გამარჯვებული. მიყვარხართ, არ დაგეზაროთ, მომწერეთ. ტაროს კონსტატაციებიც ასევე გრძელდება. ნეგატიურად განსაღმოაჩინეთ, ინფორმირებული ხართ, ესე იგი გამარჯვებული ხართ.